გიგონებს ღაფრებს მე გიყვები მათ მე ზუსტად ისევე ფერაც როგორც მინდა რომ გავდე მოგესალმებით მშობელთა კრებაზე დღეს პუბერტატის ასაკზე სასაუბროდ შევიკრიბეთ სქესობრივი მომწიფების პერიოდი რომელსაც ახლავს თან როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოემოციური ცვლილებები. რა უნდა ვიცოდეთ, როგორც მშობლებმა, როგორ მიმდინარეობს ეს პერიოდი, ამაზე სასაუბროთ დღევანდელ ეპიზოდში. სტუმრად გვეყოლება ქალბატონი ნატო შენგელია, რომელიც გახლავთ მეან გინეკოლოგი და რეპროდუქტოლოგი. სალამი და მადლობა ჩვენთან მოსვლისთვის. მადლობა მოწვევისათვის. ქალბატონატო, მოდით დავიწყოთ პირველ რიგში იმის განმარტებით, რა არის პუბერტატის ასაკი და რა პროცესები ახლავს მასთან. დიახ, პუბერტატის ასაკი ეს არის ბავშვის ზრდა განვითარების შემდგომი ეტაპი, როდესაც ბავშვობის ასაკიდან უკვე მოზარდობის ასაკში გადადის ბავშვი. ის გოგონასთვისაც და ბიჭისთვისაც განსაზღვრული ასაკიდან იწყება და აღსანიშნავია, რომ გოგონებში ეს შედარებით უფრო ადრე იწყება, 1-2 წლით ადრე ხდება, ვიდრე ბიჭებში და ამიტომ არის, რომ სკოლის პერიოდში მაგალითად გოგონები შედარებით უფრო დიდები არიან, მაღლები არიან ამ პერიოდში, უფრო ადრე ხდება ეს ყველაფერი და შემდეგ იწყებს ბიჭები დაახლოებით 1-2 წლის შემდეგ. სქესობრივი მომწიფების პროცესის დაწყება ხდება შედარებით უფრო მოგვიანებით. არსებობს სპეციალური განმასხვავებელი ნიშნები, როგორ მიმდინარეობს გოგონებში და როგორ მიმდინარეობს ბიჭებში. აქ ჩვენ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მშობლის სწორ ჩართულობას თავიდანვე, რომ თუ კი ეს ასაკობრივად არ თან ხდება როგორც ფსიქოლოგიური განვითარებით, ასევე ასაკობრივი განვითარებით და სექსოლოგიური კუთხითაც, აუცილებლად მშობელმა ამაზე აქცენტი უნდა გააკეთოს და დროულად მიხვდეს, რომ რაღაც სქესობრივი პუბერტატის პერიოდი რაღაც არასწორად მიმდინარეობს. ანუ როგორ უნდა მიხვდეს, აი რა არის ეს მანიშნებლები, რის მიხედვითაც მშობელი უნდა მიხვდეს, რომ უნდა ჩაერიოს რა. დიახ, იმისათვის რომ ჯერ გავიაროთ ის თუ რა არის განმასხვავებელი ნიშნები და რა არის ნორმა და პათოლოგია, ვისაუბროთ ნორმაზე, თუ როგორ მიმდინარეობს გოგოებში, როგორ მიმდინარეობს ბიჭებში და ყველა სახის შემდგომი გადახრა უკვე აქედან გამოიწვევს იმას, რომ მშობლის აქცენტი უკვე ამაზე უნდა გაკეთდეს. მოკლედ შევეხები გოგონებში სქესობრივ მომწიფებას, ეს ხდება დაახლოებით 9 წლის ასაკიდან, როდესაც გოგონა სქესობრივი მომწიფების დროს გადის გარკვეულ ეტაპებს. პირველი რაც ხდება, ეს არის გოგონაში ეგრეთ წოდებული სარძევე ჯირკვლის გადიდება. ამას ეწოდება ტელარხე, ამას შემდეგ გარკვეული პერიოდის განმავლობაში 1 წლის შემდეგ დაახლოებით მოყვება თმიანობის განვითარება, ქალური ტიპით, იღლიებში, ბოქვენზე, ამას პუბარხე ეწოდება და დაახლოებით აი ამ ტელარხესა და პუბარხედან დაახლოებით 2 წელიწადში უკვე დგება სქესობრივი მომწიფების განვითარების ბოლო ეტაპი, რომელსაც მენსტრუაცია, პირველი მენსტრუაციის მოსვლით ტარდება და ამას ეწოდება მინარხე, ანუ პირველი მენსტრუაცია, რომელიც სასურველია გოგონებში უკვე ჩამოყალიბდეს 13, მაგრამ არა მაქსიმუმ 15 წლის ასაკში და ამიტომ თუ კი დაუშვათ ეს შედარებით უფრო ადრე იწყება, ნუ ადრე იყო 13 წელი, ახლა უკვე 10 წლიდანაც ნორმად არის ეს მიჩნეული, თუმცა 11-13 წელი ეს არის იდეალური ესეთი შუალედი, თუმცა 15 წლის ზევით უკვე განიხილება როგორც პათოლოგია. ამიტომ თუ კი ეს მოხდა ძალიან ადრეულ ასაკში, მაგალითად გოგონას ეს ყველაფერი დაიწყო 8-9 წლის ასაკში, ან 15 წლის შესრულდა და უკვე არ მოდის, ეს მშობლისთვის ერთ-ერთი სიგნალი უნდა იყოს იმისთვის, რომ რაღაც ყურადღება ჩვეულებრივად გამახვილდეს. დიახ. გარდა იმისა, რომ რა ხდება აი ამ სექსუალური განვითარების კუთხით, აუცილებელი არის აი ამ სექსუალურ განვითარებას თან ახდეს ფიზიკური განვითარების ნიშნებიც სინქრონულად მიმდინარეობდეს და რაში გამოიხატება ეს, რომ გოგონას სიმაღლეში ზრდა დაახლოებით 5-6 სანტიმეტრი მიმდინარეობს ყოველ წელიწადს, მაგრამ როგორც კი მენსტრუაციის წინა პერიოდი არის, აქ არის დაახლოებით 1 წლით ადრე, გოგონა მაქსიმალურად მატულობს, დაახლოებით 10-12 სანტიმეტრს მატულობს და ეს მისი ერთ-ერთი ნიშანია კიდევ იმისი, რომ ძალიან მალე დაახლოებით 1 წლის განმავლობაში უკვე დაიწყება მენსტრუაცია და რა მნიშვნელობა აქვს ამას ძვლის ასაკი, რომელიც სპეციალურად აი ასეთი იმითი აითვლება, ეს მშობელმა უნდა გააკონტროლოს, იმიტომ რომ პირველი მენსტრუაციის შემდეგ ფაქტიურად გოგონა აჩერებს ზრდას
და ამიტომ თუ კი აი ამ პერიოდში გოგონა არის დაბალტანიანი, უნდა ვივარაუდოთ ის, რომ მენსტრუაციის შემდეგ ეს და კიდევ უფრო შეჩერდება და სანამ მენსტრუაცია დაიწყება, სასურველია ნებისმიერი ღონისძიება იმისათვის, რომ მივეხმაროთ სიმაღლეში ზრდასაც. როგორ შეიძლება რომ მივეხმაროთ, რა შეიძლება? ნუ სიმაღლეში ზრდისთვის აუცილებლად თუ კი ეს დარღვევები არის, შეიძლება ეს უკავშირდეს ჰორმონალურ დარღვევებს, შესაძლებელი არის კვებითი რაიმე პრობლემები იყოს, ამიტომ პედიატრთან აუცილებლად ეს ასაკი მაინც არის თანხმედრაში პედიატრთან და უნდა იყოს არის სპეციალური კალენდარი, რომლის მიხედვითაც ასაკობრივად გოგონა ამ სიმაღლე უნდა იყოს, დაუშვათ წონით სასურველი აქედან აქამდე იყოს და სასურველია რომ მშობელმა აკონტროლოს ეს, რომ აი ამ ნორმებში ეს ყველაფერი თავსდებოდეს და თუ კი ის თანატოლებს აშკარად ჩამორჩება, მშობელმა არ უნდა დაიმედოს თავი, რომ დაუშვათ ჯერ პატარა კიდევ გაიზრდება, ხო, იმიტომ რომ გარკვეული მენსტრუაციის მერე, როდესაც ესტროგენები, ანუ ქალის ჰორმონები იწყებს გამოყოფას, ძვლის ეპიფიზები, ანუ ძვლის ბოლოები იწყებს ჩაკეტვას და როდესაც ის უკვე იკეტება, ძვალს ძალიან დაბალი რესურსი აქვს უკვე გაზრდის. და ამისთვის არსებობს სპეციალური გამოკვლევა, მაგალითად ცხივ მაჯის რენტგენი კეთდება ესეთი გამოკვლევა, რომელზედაც აშკარად ჩანს თუ რა რესურსი აქვს ძვალს კიდევ ზრდისთვის დარჩენილი. ეს აუცილებლად უნდა იყოს სინქრონულად განხილული მშობლის მიერ სექსუალური განვითარების ნიშნები, მაგალითად პუბარხე, ტელარხე, შემდეგ მენარხე და შესაბამისად ძვლის ზრდის კალენდარი, რომ სინქრონულად იყოს. რაც შეეხება ორი სიტყვით შევეხებით ბიჭებსაც. აუცილებლად. ბიჭებში როგორც აღნიშნეთ, ეს ყველაფერი იწყება დაახლოებით 1-2 წლით ადრე, ამიტომ ბიჭები ყოველთვის ნაკლებად გვიან ვითარდებიან, გოგონები თითქოს დასრული ტანის მაღლები არიან კლასში, რაღაც გამოირჩევიან ბიჭებთან შედარებით, თუმცა როდესაც გოგოები ეჩერებენ ზრდას, მერე იწყება ეს ბიჭების პუბერტატი და საშუალოდ რომ ვთქვათ, დაახლოებით ეს იწყება 1-2 წლით ადრე გოგონას ასაკთან შედარებით, 13-დან 16-17 წლის ასაკისთვის ძირითადად იწყებს ბიჭები განვითარებას და ნუ იგივე ეტაპები მიმდინარეობს, თმიანობა მამაკაცური ტიპით, რომელიც წვერულვაში, ბოქვეზე თმიანობა უნდა გამოვლინდეს სათესლი ჯირკვლების და ასოზრდაც შესაბამისად და ეს ყველაფერი აუცილებლად ასევე პედიატრთან უნდა იყოს, თუ კი მშობელი ხედავს, რომ რაღაცა აცდა იმ ნორმას და რაღაც ეჭვი უჩნდება, უმჯობესია რომ ეს პირველად პედიატრთან გადააკონტროლოს. ის ან დაამშვიდებს, ან დაუდასტურებს. ხო, ამ შემთხვევაშიც ნორმას აცდაში ყურადღებას ვაქცევთ რა ფაქტორებს, თქვათ, სიმაღლესთან იგივე კალენდარული მეთოდით, რომ ის ასაკი უნდა შეისაბამებოდეს ჩვეულებრივად. რა თქმა უნდა, გენეტიკური ფაქტორით ძალიან დიდ როლს არ შეიძლება, რომ ბავშვს, რომელსაც მშობელი ყავს, დაუშვათ რაღაცა მეტრა და 90 და მეორეს მშობელი, რომელიც არის შედარებით დაბალტანიანი, ერთი და იგივე განვითარების რიტმი კონდეს. მემკვიდრული ფაქტორის და ძვლის დის კალენდრის მიხედვით, რა თქმა უნდა, სექსუალურ განვითარებასთან ერთად და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი თუ კი რაღაცა კითხვებს ბადებს პედიატრის კონტროლის ქვეშ. ხო, ნუ ცხადია. რომ საბოლოოდ არ მივიდეთ იმ ზომამდე, რომ აი უკვე დავამთავრეთ ყველაფერი და უკვე გამოსასწორებელია რაღაცაც უკვე ვეღარ გამოვასწორებთ. ძირითადად, ნუ ვისაუბრეთ ფიზიკურ ნაწილზე, ესე ვთქვათ, თუმცა რაც შეეხება ფსიქოემოციურ მდგომარეობას პუბერტატის ასაკში. ამ შემთხვევაში რა ხდება? ძალიან მნიშვნელოვანია, მინდა გითხრათ, ძალიან ბევრი მშობელი გაურბის შვილთან რაღაც გარკვეულ კონტექსტში აი ამ თემაზე საუბარს. არა და მე ვფიქრობ, რომ მშობელი ყველაზე ახლოს ზუსტად აი ამ დროს უნდა იყოს ბავშვთან. მე პირადად ჩემი მიდგომით, მე მუშაობდი გარკვეული სახის არასამთავრობო ორგანიზაციებში და მან კიდევ უფრო სხვანაირად დამანახა ეს პრობლემა. როდესაც არ არის კომუნიკაცია მშობელსა და შვილს შორის. მე ვფიქრობ, რომ დღეს ბავშვმა ადრიდანვე უნდა იცოდეს, რა არის მენსტრუაცია. არ შეიძლება ბავშვს, რომელსაც პირველად წამოუვა სისხლი და ის არ იცის, რა ხდება და ის აუცილებლად შეშინდება. ვიდრე მაშინ, როდესაც ბავშვი მზად არის უკვე ის ელოდება, მან იცის და უშუალოდ სწორი ინფორმაცია აქვს. სწორი ინფორმაცია. იგივე ბავშვი დაიწყება მკერდის ზრდა. ესეც აუცილებლად მისთვის უნდა იყოს. ანუ მისი განვითარების ეტაპები, რომელზედაც ჩვენ ვისაუბრეთ, ეს არის ტელარხი, ანუ სარძევი ჯირკვლების და შემდეგ პუბარხე, რო თმიანობა წამოუვა, შემდეგ რომ მენსტრუაცია მოუვიდა, ეს აუცილებლად ბავშვი ამასთან ინფორმირებული უნდა იყოს. იგივე ვიტყოდი ბიჭებში, მაგალითად ბიჭებში იწყება ის, რომ სქესობრივი მომწიფების დროს გარკვეული ჰორმონების გადმოსროლის შედეგად ხდება გარკვეული ტიპის ერექციები. ანუ სასქესო ორგანოს გადიდება, გამკვრივება
და ეს დასაწყისში არის უფრო ღამის ერექციები. ღამის ერექციების სახელით არის ცნობილი, მაგრამ არ შეიძლება ეს ბავშვი უკვე კომპლექსდება, ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ ეს აბსოლუტურად ფიზიოლოგიურია, ეს არ არის შესამჩნევი, ზოგჯერ ფიქრობს, რომ აი რა მოხდება თუ ეს მე დავუშვათ სკოლაში მაგალითად გაკვეთილის მოყოლის დროს დამემართება. შესაძლებელია ამან გამოიწვიოს ის, რომ ბავშვს რაღაც კომპლექსი გაუჩნდეს, რაღაც არასწორად გაიგოს, რაღაც და ამიტომ მე ვფიქრობ, რომ აი სწორი ინფორმაცია და მე ვფიქრობ, რომ დედა არის ამ შემთხვევაში პირველი ის, ვინც აი ამ ინფორმაციას ძალიან ლამაზად, ნორმალურად მიაწვდის მოზარდს. ბავშვი იწყებს საკუთარი სხეულის შეცნობას, რაშიც უნდა დავეხმაროთ, ხო, რაზეც სწორედ ახლა საუბრობდით. ამავე დროს იწყება შეხება გენიტალიებთან, რაც ხშირ შემთხვევაში აი მშობლისთვის მოულოდნელიც არის ზოგჯერ არ ვიცი, არ უფიქრია ამაზე, არც იცის როგორ აუხსნას დაელაპარაკოს ამ თემაზე თუ არ დაელაპარაკოს. აი ამ შემთხვევაში რას ურჩევდით? მშობლებს მე აუცილებლად ურჩევდი. ერთგვარად უხერხული თემა არის და რატომღაც არ ვართ საქართველოს მშობლი, რომ ამაზე უნდა ველაპარაკოთ. მე აუცილებლად ურჩევდი მშობელს ალბათ მამები ამ მამაში ვერ ჩაერევიან იგივე ბიჭთან ურთიერთობაში, რომ მშობელი აუცილებლად ახლოს უნდა იყოს ამ თემებში. არ შეიძლება მშობელმა, როდესაც ბავშვი რაღაცა მსგავს ტიპის კითხვას დაუსვა, მშობელმა შეიცხადოს, დაუშვათ, რომ აი ეს ვინ გითხრა, ან ეს რა. არა, მე ვფიქრობ, რომ პირადად მე ორი გოგო მყავს და ნებისმიერი მათ შეკითხვას მე პასუხობ ყოველთვის სწორად, რეალურად, რაც არის, შეიძლება რაღაცა გარკვეული ფორმა მივცე ამ ახსნას, მაგრამ აუცილებლად ვეუბნები სიმართლეს, იმ თემის ირგვლივ რა კითხვასაც ისინი დასვამს. ალბათ, როდესაც კითხვას სვამენ ბავშვები და ჩვენი შვილები, უფრო გვიმარტივდება საქმე, იმიტომ რომ მზად ვართ უპასუხოთ, ხვდებით რა აინტერესებთ იმ მომენტში, მაგრამ თუ კითხვას არ სვამენ, მაგრამ ხვდებით რომ სალაპარაკოა ამ თემაზე. თუ კითხვას არ სვამენ, მე ვფიქრობ, რომ აი ეს საკითხები, რომლებიც აი სქესობრივი მომწიფების ეტაპები, ის თუ რა არის სექსუალური ცხოვრება, ის თუ რაღაცას, ის თუ სექსუალური ცხოვრება დაიწყება, რა ზიანი შეიძლება ამან მოიტანოს, თუ კი არ არის მოზარდი ამასთან ინფორმირებული, იგივე სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები. ნუ რა თქმა უნდა, ეს გარკვეული ასაკობრივი ჯგუფის მიხედვით უნდა მიეწარ, შეიძლება მაგალითად 10 წლის ბავშვს დაუშვათ ესაუბრო თუ სექსუალური ცხოვრება იქნება რომ რა ინფექციას ვერ გაიგებს უბრალოდ ის ამას სწორად. ანუ მე ვფიქრობ, რომ 10 წლის ბავშვს უნდა მოუყვე ის, რომ ცოტა ხანში შეიძლება მას კონდეს მენსტრუალური ტიპის გამონადენი და ის იქნება ნორმალური და ის ამის დაუშვათ 12 წლის ასაკში უნდა მიეწოდო კიდევ უფრო სხვანაირი ურთიერთისა და უკვე 15-16 წლის ასაკში ბავშვმა უკვე ყველაფრის შესახებ ვფიქრობ, რომ ინფორმაცია უნდა იცოდეს. იგივე რომ რა შეიძლება მოიტანოს ნაადრევმა ქორწინებამ, რომელიც ძალიან აქტუალური არის და რა რისკებთან შეიძლება იყოს. იგივე დაუცველი სქესობრივი კონტაქტით, რომ არასასურველი ურსულობა შეიძლება დადგეს და ეს პრობლემა გახდეს მისი მომავლისთვის, ან სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები, რომლებიც შეიძლება სამუდამოდ დარჩეს მოზარდის ცხოვრებაში. ანუ ვფიქრობ, ყველა ის ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება სქესობრივ ცხოვრებას, მოზარდმა უნდა იცოდეს, მაგრამ შესაბამისად ასაკობრივ ზღვართან ერთად უნდა გართულდეს ამ ინფორმაციის გართულებული სახით მიწოდება. საჭირო არის თუ არა, რომ ჰორმონებზე შევამოწმოთ ბავშვი, ესე ვთქვათ, ამ პერიოდის განმავლობაში, რაიმე ანალიზებით, ან არ ვიცი. რამე ტესტირება არსებობს ესეთი, იმისთვის რომ დავწმუნდეთ, რომ ყველაფერი სწორად ვითარდება, არ არის რაღაცა ცვლილებები, ისეთი, რომელიც საჭიროებს შემდგომ უკვე ჩარავას. კი. თუ კი ბავშვის მაგალითად ნაადრევი განვითარება იწყება, ხო? და დაუშვათ 8 წლის ბავშვს უკვე დაეწყო დაუშვათ ციკლი, შეიძლება იყოს ნაადრევის სქესობრივი მომწიფების ერთ-ერთი ნიშანი, აქ აუცილებელია დროულად ჩარევა, მაგრამ არსებობს კიდევ მაგალითად ესეთი პათოლოგია, რომელიც ძალიან დროულად არის აუცილებლად ამოსაცნობი, მაგალითად ჰორმონ მაპროდუცირებელი სიმსივნეები ბავშვებში, რომლებიც იმუშავებენ არის სიმსივნე ორგანიზმში, რომელიც გამოყოფს სასქესო ჰორმონებს და სასქესო ჰორმონები თუ კი ხდება ორგანიზმში, იწყება უკვე სქესობრივი მომწიფება. თუ კი ბავშვს, რომელსაც აი 5-6 წლის ასაკში, 7-8 წლის ასაკში უკვე დაწყებული აქვს მკერდის და უკვე დაწყებული აქვს მენსტრუაცია, აუცილებელია, რა თქმა უნდა, კონსულტაცია, თუნდაც ამ ნაადრევის სქესობრივი მომწიფების შესაჩერებლად, ან რაიმე ცუდი ონკოლოგიური პროცესების გამოსარიცხად. ან იგივე თუ კი დაუშვათ 15 წლის მივიდა ბავშვი და მას არ აქვს ჯერ მენსტრუაცია, ის ჩამორჩებას დაგანვითარებით
სექსუალური მიდრეკილებებით, კითხვებით, სურვილებით, ესე რომ ვთქვათ, მის თანატოლებს, რა თქმა უნდა, უმჯობესი არის ენდოკრინოლოგთან კონსულტაცია, ან რეპროდუქტოლოგთან კონსულტაცია, რომ რეპროდუქტოლოგმა შეაფასოს, რომ ყველაფერი ნორმალურადაა და ამით დაამშვიდოს შობელი, ვიდრე, იცით, არა უშ, მეც დღემდე ძალიან ხშირი კითხვა მომდის, რომ მაგალითად ჩემი გოგო 16 წლისა, მაგრამ მეც მასე გვიან დამეწყო menstruatsiya, მეც მასე გვიან დავუშვათ რაღაცა, მაგრამ ეს არ არის გამოსავალი, უმჯობესია რომ გაიაროს კონსულტაცია სპეციალისტთან და მან დაამშვიდოს, უთხრას რომ აქ არ არის პრობლემა და შეგვიძლია კიდევ 1-2 წელი დაველოდოთ. ასევე მინდა ერთ საკითხს შევეხო, როდესაც პირველი menstruatsiya ვითარდება, ანუ პირველად ხდება უკვე საკვერცხლების გააქტიურება, ძალიან ხშირად ამ დროს საკვერცხლე ისეთ გააქტიურებულ და ჰორმონალური გაძლიერებული გამოყოფის პერიოდში ხშირია უბრალოდ ეს პრობლემა პაციენტები მოყავთ მშობლებს თავიანთი შვილები და საკვერცხლეში არის საკმაოდ დიდი ზომის კისტები. ესეც არ უნდა შეშინდეს მშობელი, თუმცა მარტო ის ამას ვერ გადაწყვეტს, აუცილებლად უნდა მოვიდეს, უნდა გამოვიკვლიოთ ჩვენ გარკვეული სახით ველოდებით, როდის დარეგულირდება ეს menstruალური ციკლი, ზოგჯერ საკმარისი 1-2 menstruალური ციკლი და ეს კისტა გაიწოვოს, არ არის აუცილებელი პირდაპირ ოპერაციაზე ფიქრის დაწყება, ანუ საკვერცხლის ახლად გააქტიურების პერიოდში ესეთი პათოლოგიებიც ასევე ხშირი არის. რამდენ ხანი შეიძლება გაგრძელდეს? ხშირად მსმენია, რომ 1 წლის განმავლობაში, ან წელიწადნახევრის განმავლობაში შესაძლებელია, რომ იყოს გარკვეული წყვეტაც, თქვათ, ერთთვიანი ჩავარდნა, ან თუნდაც ორთვიანი და ეს ითვლება, რომ არის ნორმალური. რა ასეა რეალურად თუ კი ბატონო, პირველი menstruatsiიდან მენარხედან ჩვენ ყოველთვის ვეუბნებით მშობელს, რომ პირველი 2 წელი ეძლევა ქალის ორგანიზმს იმისათვის, მოზარდის ორგანიზმს, რომ ციკლი გახდეს რეგულარული. თუ კი 2 წლის შემდეგ პირველი მენარხედან, ანუ მაგალითად თუ იყო 11 წლის ასაკში და 13-14 წლის ასაკში, ციკლი ისევ ჩამოუყალიბებია, ბულია, ისევ არარეგულარულია, ასეთ შემთხვევაში უმჯობესია ჰორმონალური სტატუსის შემოწმება, აბდომინალური ეხოსკოპიის გადაღება და დარწმუნება იმაში, რომ ნორმალურია. ანუ ეს როგორც ესეთი თეორემა სამით შევიძლია გითხრათ, რომ პირველი მენარხედან პირველი 2 წელი ციკლის თუნდაც 6 თვიანი ჩავარდა, თუ არარეგულარული ჭარბი menstruatsiya, თვეში ორჯერ menstruatsiya, ოღონდ თავარია ამან არ მიიყვანოს მოზარდი ანემიამდე, ხშირმა სისხლის დაკარგვამ, დანარჩენი თუ კი მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, 2 წელი ჩვენ არ ნერვიულობთ. რა არის ის ფაქტორები, რაც გავლენას ახდენს იმაზე, რომ ნორმალურ პროცესში ნორმალურად წარიმართოს ეს პუბერტატის პერიოდი და ასაკი. კი ბატონო, დიეტა, რომელიც ძალიან აქტუალურია მოზარდებში, ზოგი ძალიან იკლებს, ზოგი პირიქით ფასტ-ფუდზე არის გადასული და მაქსიმალურად არაკონტროლირებადი კვება აქვს და წონის ძალიან ნამატი, მაგალითად და სწრაფ დროში ნამატი შესაძლებელი არის მიგვიყვანოს მაგალითად ინსულინ რეზისტენტობის განვითარებამდე, ან წონის სწრაფ მაკლებმაც, რომელიც გარკვეული ტიპის სტრესია ორგანიზმისთვის, ასევე შეიძლება იმოქმედოს menstruალური ციკლის ხასიათზე ძალიან დიდი მნიშვნელობა. ვარჯიში ასევე შესაძლებელი არის გამოიწვიოს გარკვეული ტიპის დარღვევები, განსაკუთრებით მძიმე წონებით ვარჯიშის შემთხვევაში. ეს ეხება გოგონებსაც და ბიჭებს. დიახ, ეს ეხება გოგო, იმიტომ რომ კუნთოვანი მასის გარდა მისთვის შევსებისთვის რაღაც სხვა რესურსი მიაქვს ორგანიზმს და ორგანიზმი გადართული არის აი ამ რესურსების კომპენსირებაზე, რამაც შესაძლებელი არის გამოიწვიოს menstrualur ციკლზე გარკვეული ტიპის ცვლილებები, ასევე გარკვეული ძალიან დიდი როლი აქვს სტრესს, ნებისმიერ ფსიქოლოგიურს, აკლიმატიზაციაც გარკვეულ ტიპის გარემოს შეცვლა მოქმედებს, ზოგადად ჯანსაღი ცხოვრების რიტმი ყოველთვის ყველა ასაკში ძალიან მნიშვნელოვანია და განსაკუთრებით მოზარდობის პერიოდში. ვარჯიშზე წეღან ახსენეთ და აღარ ჩაგეკითხეთ, აი რა ასაკიდან არის რეკომენდებული, რომ დიდი დატვირთვით დაიწყოს, ან რა ითვლება დიდი დატვირთვით? ალბათ სრულად, როდესაც დამთავრდება სქესობრივი მომწიფების პერიოდი, გოგონებისთვის ეს არის 16 წელი და ზევით, თუმცა მსუბუქი ვარჯიში ორგანიზმის ტონუსში მოყვანა, რა თქმა უნდა, დასაშვებია. მოდი ესე შევთანხმდეთ, გოგონებისთვის ეს იყოს 11-დან 16 წლის პერიოდი, როდესაც მიმდინარეობს სრული სქესობრივი მომწიფება და ბიჭებისთვის 12-19 წელი. 19 წელი ზედაზღვარი, 16 წელი გოგონებში ზედაზღვარი და შემდეგ უკვე
შესაძლებელი არის. ანუ ვარჯიში რა თქმა უნდა კარგია, თუმცა დაუშვებელი არა სიმძიმეების აწევა, სანამ ძვალს არ აქვს დამთავრებული ზრდა, ნებისმიერი სიმძიმეებით ვარჯიშმა შესაძლებელი არის ძვლის ზრდის ფუნქციაზეც გარკვეული როლი. იგივე სკოლიოზი, იგივე მოხრა, იგივე ხერხემლის გამრუდება ძალიან ხშირი არის აი ასეთი დატვირთვის დროს, იმიტომ რომ ძვალი ბოლომდე არ არის ჩამოყალიბებული, მაინც ხრტილოვანი სტრუქტურის არის და ამიტომ სანამ ბოლომდე არ დამთავრდება ძვლოვანი სტრუქტურის გაძვალება, უმჯობესია რომ ესეთი გარკვეული ძიმეწონებით ვარჯიშს მოვერიდოთ. და ბოლოსკენ მინდა გითხოთ, აი რა უნდა იცოდნენ მშობლებმა, ვისი შვილები სწორედ ამ ასაკში არიან, სქესობრივი მომწიფების ასაკში, იმიტომ რომ ალბათ გარკვეულწილად მათაც ჭირდებათ მხარდაჭერა, ხო? მათთვისაც ბევრი რაღაც მოულოდნელია, რაც უნდა ინფორმირებულები იყვნენ, იმიტომ რომ მე ფაქტის წინაშე რო აღმოჩნდებიან, შესაძლოა სულ სხვანაირი რეაქცია ჰქონდეთ. აი რა უნდა იცოდნენ მშობლებმა, როგორ მოემზადონ თვითონ და მე როგორ მოამზადონ შვილები. დიახ, უპირველეს ყოვლისა აუცილებლად თვალი უნდა ადევნოს მშობელმა გოგონას განვითარებაში, რომ აი ეს ნიშნები, რომ თმიანობის განვითარება, ის სარძევი ჯირკვლის გადიდება, მენსტრუა ასაკობრივ ზღვარს შეესაბამებოდეს. ამ ასაკობრივ ზღვარს მიყვებოდეს აუცილებლად სიმაღლეში ზრდის რიტმით, თორემ შემდეგ ეს ძალიან დიდი პრობლემა ჩდება. როგორც მოზარდისთვის, ასევე მშობლისთვის, უბრალოდ ჩვენ მერე ვერაფერს ვერ გავაკეთებ. ამიტომ თუ კი საგრძნობლად ჩამორჩება, დროულად უნდა რაღაცა ღონისძიება, თუნდაც ექიმთან მიიყვანოს და შემდეგ ექიმი ამას დროულად ყველაფერს გააკონტროლებს. აუცილებლად მშობელი და დედა ძალიან ახლოს უნდა იყოს თავის შვილებთან, უნდა იყოს აუცილებლად მეგობარი, არ უნდა იყოს ტაბუდადებული თემა მასა და შვილს შორის არაფერი, თუნდაც რაც არ უნდა მწვავე საკითხი იყოს, დედას ყოველთვის შეისწევს თავისი ასაკობრივი გამოცდილებიდან იმისი უნარი, რომ სწორად აუხსნას ლამაზად, აუხსნას შვილს ის, რაც იმას აწუხებს. იმიტომ რომ ჩემთვის მიუღებელია ბავშვმა ეს ინფორმაცია მოიძიოს მეგობრებში, იმიტომ რომ ისინი ისედაც პატარები არიან, ისედაც არაფერი არ იციან და ამიტომ შეიძლება მათ მიიღონ არასწორი ინფორმაცია. არ არის რეკომენდირებული ბავშვმა ამ კითხვებზე პასუხი ეძებოს ინტერნეტში, იმიტომ რომ იქ ძალიან ბევრი ინფორმაციაა და ბავშვს ამ ეტაპზე უჭირს გაარჩიოს, რა არის ნორმა და რა არის დაუშვათ გადახრა, ანუ პათოლოგია. რაღაცნაირად მეჩვენება, რომ თითქოს დედებს უფრო მეტად ვაკისრებთ. მე ვალდებულებას, რომ აუხსნეს ჩვენ მამების ნაკლებად შესწევთ უნარი, რომ რაღაც კარგად განუმარტო ბავშვებს ხდება ამ დროს. გოგოსთან ერიდებათ, თავისთავად გოგოსთან გამოვრიცხავ, იმიტომ რომ იქ ისეთი კითხვებია, რომ მამას არასოდეს არ აუხსნეს და ბიჭებსაც აი ამ სქესობრივი მომწიფების მომენტში შედარებით უფრო კომუნიკაცია მაინც აქვთ დედასთან. თუმცა ნამდვილად არ ყოფ და ვისთანაც ბავშვი გადაწყვეტს, მოდი იმ მშობელმა აიღოს ეს ვალდებულება. ცხადია, კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. ბევრი საინტერესო რამ გავიგე პირადად მეც, თუმცა ბიჭის მშობელი არ ვარ, ნაკლებად მაქვს მე გამოცდილება, უფრო გოგოების შემთხვევაში და ხო, ამ დროს ალბათ მართლა დედა უფრო სხვანაირად თამაშობს დიდ როლს, რომ მისცეს მას გარკვეული ინფორმაცია. თუმცა ალბათ მოდი თანაბრად და თვითონ ბავშვმა გადაწყვიტოს. ძალიან დიდი მადლობა მოწვევისათვის. მადლობა თქვენ. მეან გინეკოლოგთან ნატო შენგელიასთან ერთად ვლაპარაკობდით სქესობრივ მომწიფებაზე, შემდეგ უკვე ფსიქოლოგთან გავაგრძელებთ ამ თემას. საუბრობთ პუბერტატის პერიოდზე ან სქესობრივ მომწიფებაზე, როგორც გინდათ ისე უწოდეთ და ამჯერად ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი მზიკო დალაქიშვილია ჩემთან ერთად. მზიკო, სალამი და ძალიან დიდი მადლობა, რომ მოხვედით ჩვენთან ამ საინტერესო და ერთგვარად ტაბუდადებულ თემაზე სალაპარაკოთ. ხო, რაღაც მშობლებს გვიჭირს ხოლმე ზოგჯერ ბავშვებს ავუხსნათ მოკეთ ის ცვლილებები, რაც ამ პერიოდს ახლავს თან. მოდი დავიწყოთ იმით, როგორ იცვლება ამ პერიოდში ბავშვის ქცევა და განწყობა. მოგესალმებით. დიდი მადლობა მინდა გითხრათ ჩემი მოწვევისთვის პირველ რიგში. რაც შეეხება თემას, თემა არის ძალიან საინტერესო და ვფიქრობ, რომ კარგია, რომ ამ თემაზე გვიწევს რომ ვისაუბროთ. რა არის საერთოდ პუბერტატის ასაკი, ხო? მოდი ცოტა შესავალი გავაკეთოთ თვითონ ამ პერიოდზე, რატომ არის მნიშვნელოვანი და შემდეგ შეძლებლის დაგვარად ის, რაც ვფიქრობ, რომ მშობლებმა უნდა გაითვალისწინონ ამ პერიოდს, როდესაც გადის მათი შვილი, ან შვილები, შესაბამისი რეკომენდაციები გავცეთ, ხო? კი ბატონო. პუბერტატის ასაკი, ეს პერიოდი გულისხმობს ადამიანის ცხოვრების იმ პერიოდს, როდესაც ხდება მისი სქესობრივი მომწიფება. იცვლება სხეული. ხდება გარდატეხა
რა თვალსაზრისით? სხეული იცვლის ფორმებს და დაახლოებით 10-დან 13 წლამდე გოგონებში, ხოლო 11-დან 14 წლამდე ბიჭებში ხდება ის ფიზიოლოგიური პროცესები, რასაც ჰორმონალური ცვლილებები იწვევს პირველ რიგში, რაც აისახება მათ სხეულზე, ხო? იცვლება გენიტალიები, უბოხდებათ ხმა ბიჭებს, გოგოების შემთხვევაში პირიქით შეიძლება უფრო ნაზი გახდეს და უფრო ქალური. და საბოლოო ჯამში ამ პერიოდის გასვლის შედეგად ადამიანები ხდებიან სქესობრივად მომწიფებულნი, თუმცა ეს არ გულისხმობს, რომ ისინი მზად არიან ფსიქოლოგიურადაც, რომ გახდნენ მშობლები. ამას არ გულისხმობს. ეს უბრალოდ ფიზიოლოგიას ხსნით ახლა ჩვენ, რომ ისინი ფიზიოლოგიურად ხდებიან მზად გამრავლებისთვის, ხო? ეს არის ძირითადი მახასიათებელი და ახსნა, ასე ვთქვათ, თუ რა პერიოდს გულისხმობს. ხო, თუმცა რამდენად მზად არიან მიიღონ საკუთარი თავი უკვე ასეთი. ახლა ჩვენ სავარაუდოდ ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის და რაზეც გვინდა რომ გავაკეთოთ აქცენტი, მე ყოველ შემთხვევაში ასე ვხედავ ამ საკითხს, არის ის, რომ რა უნდა გვახსოვდეს მშობლებს და სად ჭირდებათ ამ დროს ხარდაჭერა ბავშვებს, რომლებიც ბავშვობიდან გადადიან მოზარდობაში და მოზარდობიდან ზრდასრულობაში და ზუსტად ეს პერიოდია, როდესაც ისინი აწყდებიან ისეთ გარდამტეხ ცვლილებებს საკუთარ სხეულზე, რაც ხშირ შემთხვევაში არის ხოლმე სირთულეებთან დაკავშირებული. რა სირთულეებთან? ხო, ვიყავი სხვანაირი, გავხდი სხვანაირი. შეიცვალა ჩემი სხეული და პირდაპირ ვეჯახები, ასე ვთქვათ, საკითხს, რანაირი ვარ მე? აქამდე სხვანაირი ვიყავი და ახლა არის ეს მკვეთრი ცვლილება, რომელიც დიდ სიახლეს და დიდ პოტენციალს თავაზობს და მპირდება, რისთვისაც მე ფსიქოლოგიურად მზად არ ვარ. თუმცა ჩემი სხეული ამაზე მიმითითებს. სწორედ ამ დროს ვფიქრობ, რომ ძალიან კარგია თუ მშობლები ვიქნებით ბავშვობის გვერდზე, უკვე მოზარდების გვერდზე და ავუხსნით, რომ ეს არის ჩვეულებრივი ფიზიოლოგიური მდგომარეობა, პროცესი, რომელსაც არ გადიან მხოლოდ ისინი, არამედ ჩვენს გავიარეთ ეს პროცესი, მათი თანატოლებიც გადიან ამ პროცესს და ნებისმიერი კითხვის და წუხილის და დისკომფორტის შემთხვევაში მათ უნდა შეეძლოთ ჩვენთან ამ საკითხებზე საუბარი, ხო? როდესაც ეს მომენტი დადგება, მაშინ იწყებს მშობელი ამ ახსნა განმარტებას. თუ იქამდე არის აუცილებელი, რომ ბავშვიც შევამზადოთ და თან ერთგვარად თითქოს გავამარტივოთ ურთიერთობა მშობელსა და შვილს შორის, იმიტომ რომ როდესაც დადგება სწორედ ეს პუბერტატის პერიოდი და ის ისედაც შესაძლოა რომ მოულოდნელად ჩაიკეტოს თავის თავში, შეიძლება აღარც დასვას ეს კითხვები, არ გაგვიზიაროს. ჩვენ ვატყობთ რომ რაღაც პრობლემა აქვს, მაგრამ არ გვეუბნება კონკრეტულად რა და ჩვენც მთლად ბოლომდე არ ვიცით რა და როგორ ავუხსნათ, ველაპარაკოთ. პირველ რიგში როგორც ამოვიყვანოთ ლაპარაკს. იცით რა, მთავარი რეკომენდაცია ამ შემთხვევაში არის ის, რომ ჩვენ ვიყოთ მზად და ჩვენ არ გქონდეს ის უხერხულობა და რაღაცა სირცხვილის მომენტი, რომ აი ვერ ვსაუბრობთ თუნდაც სქესობრივ სიმწიფეზე, ვერ ვსაუბრობთ იმაზე, რომ აი უცრად შეიცვალა სხეული და ბავშვი აღარ არის ბავშვი და სხვანაირად იწყებს თავის აღქმას. ხშირ შემთხვევაში ხოლმე მშობლებთან რადგან მაქვს ხშირი ურთიერთობა, ვაწყდები იმას თუ როგორ ეუხერხულებათ და როგორ არიციან, როგორ მოიქცენ ამ დროს. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ყველაფერი არის ინდივიდუალური და შეიძლება ზოგიერთ შემთხვევაში პუბერტატის ასაკამდეც მოგვიხდეს ამაზე საუბარი, იმიტომ რომ ზოგიერთი ბავშვი იმდენად ცნობის მოყვარეა, რომ თვითონ მოდის და თვითონ გვეკითხება რაღაცებს. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ვიყოთ მზად და ღია, რომ ნებისმიერ მათ კითხვას გავცეთ პასუხი. ხოლო თუ ბავშვი არის ასაკთან მიმართებაში უფრო ბავშვური, თვითონ მსგავსი კითხვები არ უჩნდება, თუმცა მისი სხეული გაცილებით უკვე მომწიფებულია ვიდრე მის ასაკს და მის მზაობას დასვას კითხვების შესაბამება, ასე დროს, რა თქმა უნდა, ჩვენ ვიღებთ ამ პასუხისგებლობას და ვუყვებით, ვესაუბრებით აბსოლუტურად თავისუფლად და ჭეშმარიტად. ანუ ის რაც არის, ხო? ეხლა ამაზე მე მგონი არც ღირს რომ ეთერში ვისაუბროთ, იმიტომ რომ ყველამ ვიცით რა არის ფიზიოლოგია, ხო? თუ არ ვიცით, უნდა წავიკითხოთ, მაგრამ სავარაუდოდ ვიცით, იმიტომ რომ ჩვენც გავლილი გვაქვს ეს პროცესები და უნდა მივაწოდოთ რაც შეიძლება ბუნებრივად, მარტივი ენით, რომ ეს არის ჩვეულებრივი, რომ თუ კი რაიმე დისკომფორტს განიცდის, შეუძლია ამაზე ჩვენთან საუბარი, ხოლო თუ ჩვენთან საუბარი არ სურს, რა თქმა უნდა, ასე დროს ფსიქოლოგი, კერძოდ თერაპევტი ძალიან კარგ
მხარდაჭერას და სწორ მხარდაჭერას უცხადებს ხოლმე მოზარდებს, რომლებიც ასე ვთქვათ, უცხოვდებიან საკუთარ სხეულთან. აი ეს არის ხოლმე ძირითადი პრობლემა, რომ იმდენად სწრაფად ხდება სხეულის ცვლილება, რომ ადამიანს საკუთარ სხეულში კომფორტის პოვნა უჭირს. სხვანაირია. თქვით, რომ მშობლებთან ხშირად გაქვთ შეხება და თითქოს ძალიან ადვილად ახსენით, რომ ესე გულწრფელები უნდა ვიყოთ, ყველაფერი ზუსტად ისე უნდა ვუთხრათ, როგორც სინამდვილეში არის, მაგრამ არ არის ადვილი თითქოს ყოველ შემთხვევაში, მაგალითად, ჩემი გამოცდილებით არ იყო ადვილი ამ თემაზე ასე პირდაპირ საუბარი და რაღაც თითქოს ვიწყებდი ირიბად ხვების ამბებს ყვებოდი და მე ამას ვაბავდი და ვდებდი ამ საუბარში იმ ინფორმაციას, რის თქმაც მინდოდა. არ ვიცი, მე თვითონ მქონდა უხერხულობა, ალბათ იმიტომ, რომ ჩემი მშობლები არ მელაპარაკებოდნენ ასაღიად და გახსნილად მე ამ თემებზე. და ვიგებდი რაღაც სასწაულებს ხან კლასელებისგან, ხან ეზოელებისგან და ასე შემდეგ. არიან მზად დღევანდელი მშობლები ესე თამამად ილაპარაკონ თავიანთ შვილებთან სქესობრივ მომწიფებაზე, გამრავლებაზე, არ ვიცი, ციკლზე თუნდაც, რომელიც თითქოს არც არაფერი არ არის, ხო? ფიქრობ, რომ არიან, თუმცა თუ არ არიან, იმიტომ რომ ეხლა ყველა მშობელთან არ მაქვს ურთიერთობა, მაქვს რაღაცა კატეგორიის მშობლებთან, რომლებიც ან არიან მზად, ან თუ არ არიან მზად, აქვთ მზაობა, რომ მოიმზადონ და მომართავენ. შესაბამისად, კიდევ გავიმეორებ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი რეკომენდაცია არის ის, რომ ჩვენ არ ვიუხერხულოთ ის, რაც არის ბუნებრივი, ის, რაც არის გარდაუვალი და ის, რაც არის ჩვენი ფიზიოლოგია და ნორმა და ნორმალური. არ უნდა ასოცირდებოდეს და არ უნდა ვაკავშირებდეთ ამას სირცხვილის ემოციასთან. ვეუბნებით, რომ ეს ბუნებრივია, ვეუბნებით, რომ ის თანატოლების შემთხვევაში ასე ხდება, მაგრამ იხედება სარკეში და აღარ მოწონს თავის თავს. მაგრამ თუ არ მოწონს, აი რას ვაკეთებთ? პირიქით. არიან ადამიანები, რომლებიც ამ ასაკში პირიქით უფრო ლაღები და ბედნიერები არიან, იმიტომ რომ უფრო გალამაზ და უფრო დამშვენდა და ეს ახალი შეგრძნებები მისთვის ხო, მოირგო რაღაცნაირად. კი ბატონო, მზად იყო ამისთვის, მაგრამ ყოველთვის ასე არ არის. არიან ადამიანები, რომელთა შემთხვევაშიც პირიქით თითქოს გაუარეს და შეგრძნებები, იმიტომ რომ სხეულმა ფორმა იმდენად მკვეთრად შეიცვალა, რომ მას ეს არ მოსწონს, მისთვის ეს დისკომფორტულია. ან წონაში მოიმატა, ან უიცრად ძალიან გაიზარდა. ან პირიქით ყველა გაიზარდა სიმაღლეში, თვითონ არ გაიზარდა და შესაბამისად უფრო დაიწყო, რომ რაღაცა გამოკვეთილია სხვებისგან განსხვავებული და უკვე ესადარდებს. კი ბატონო, კი ბატონო. შესაბამისად, ხო, აი მთავარი მაინც არის ის, რომ ვიყოთ ყურადღებით, არ მოგვერიდოს და არ ვიუხერხულოთ ამ საკითხებზე საუბარი და თუ შევამჩნიეთ, რომ ჩვენთან დიალოგი და ჩვენთან საუბარი ჩვენი შვილისთვის არ არის დამამშვიდებელი და მაინც აქვს რაღაცა ღელვა ამ თავის სხეულთან მიმართებაში და მიუღებლობას ვატყობთ საკუთარი სხეულის, აუცილებლად პროფესიონალი ჩართოთ. როგორ ნაწილდება დედის და მამის როლები ამ შემთხვევაში ბავშვებთან ურთიერთობისას? ბიჭებს მამები ელაპარაკებიან გოგოებს დედები თუ რა ხდება? ძალიან საინტერესო კითხვა. აქაც ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის ის, რომ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ მშობლების თითოეულ სიტყვას ჩვენი ჩვენ შვილებთან მიმართებაში აქვს ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი გავლენა, ხო? ძალიან ხშირია ხოლმე, რომ მამები გოგონებს ამ პერიოდში კეთილი განზრახვით და კარგი განზრახვით, მაგრამ ცოტა არ იყოს და კომპლიმენტის საწინააღმდეგო სიტყვებს ეუბნებიან. აუ როგორ მოიმატე? ან რამხელა გახდი? მიაქციე შენ თავს ყურადღება, იმიტომ რომ ახლა შენ თუ სიტყვაზე წონა გაგექცა, მერე ძალიან გართულდება. თითოეული მსგავსი შეფასება მიუხედავად იმისა, რომ მე ღრმად მწამს, რომ ყველა მშობელს მისი შვილისთვის კარგი უნდა და განზრახვა აქვს ის, რომ პირიქით რაღაცნაირად მიეხმაროს, ძალიან ვაზიანებთ ამით ბავშვებს და მეცაც გეტყვით. ასეთი კომენტარების შედეგად ჩემთან მოდიან მოზარდები, რომლებსაც აქვთ კვებითი აშლილობა მაგალითად. შესაბამისად, შეგვიძლია ვესაუბროთ თავისუფლად, მაგრამ არ ვიყოთ შემფასებლური. მათი ეს ცვლილებები თავისთავად გაჭირვებიათ ამ დროს, ხო? ანუ თვითონვე ვერ არიან კომფორტულად და ჩვენ აღარ უნდა დავუმატოთ არანაირი შემფასებლური კომენტარი ასე დროს. მხოლოდ უნდა ავუხსნათ, რომ ეს არის დროებითი, თუ კი დაუშვათ მოიმატა წონაში, ეს ბუნებრივი ამ დროს ხდება ხოლმე და თუ მას არ მოსწონს, მოდი ერთად ვიფიქროთ, რა შეიძლება გავაკეთოთ. ვივარჯიშოთ, ცეკვაზე ვიაროთ,
თუ რა ჩვენს ამ შეთავაზებაში არ უნდა იგულისხმოდეს რომ ჩვენის აღარ მოგწონს არავითარ შემთხვევაში თავი ეს არის ჩვენის ყველანაირი მოგწონს თუმცა თუ მას არ მოსწონს ჩვენ მასთან ერთად შეგვიძლია დავსხვდეთ და მოვიფიქროთ და მოვნახოთ გამოსავალი რაც შეეხება ამ ახსნას აი წეღერას თქვით ბიჭებს ერთგვარი უხერხულ თემებზე ლაპარაკისას როგორ ინაწილებენ მე თუ მკითხავთ ყველაფერი არის დამოკიდებული იმაზე თუ რა ურთიერთობა აქვს მშობელს შვილთან მამას გოგოსთან დედას ბიჭთან და პირიქით დედას გოგოსთან მამას ბიჭთან თუ ურთიერთობა კარგია და ეს რაღაცა უხერხული და სირცხვილით გაჯერებული ურთიერთობა მათ შორის არ არის სქესთა განსხვავების და მიუხედავად ხო მაგალითად მამას თუ არ ერიდება რომ გოგოსთან მსგავს თემაზე ისაუბროს მე საერთოდ ვერ ვხედავ პრობლემას თუ თვითონ არის თავისუფლად თუ მას ერიდება ამაზე საუბარი ესეც ნორმალურია არც აქ არ უნდა მოუთხოვოთ რომ ეხლა მაინდა-მაინც მამა ესაუბროს გოგოს ამ თემაზე ხო ასეთ შემთხვევაში არსებობს დედა და დედას შეუძლია ესაუბროს გოგოს მამა შეუძლია ესაუბროს ბიჭს კი ბატონო გარდა იმის რომ ეცვლება სხეული ხასიათი ამას უნდა შეეგუოს ან მოსწონს თავისთავი ან არ მოსწონს და ამ მომენტში ვეხმარებით შემოდის კიდე ერთი ფაქტორი თავს გრძნობენ უფრო დამოუკიდებლად ყოველ შემთხვევაში თვითონ ასე აღიქვამენ რომ შეუძლიათ უფრო მეტი რამ გააკეთონ მარტოებმა სადმე წავიდნენ ან უფრო მეტად დააგვიანონ ვიდრე აქამდე იქცეოდნენ აი ამ შემთხვევაში აკრძალვებს რამდენად გამართლებული ამ შემთხვევაში აკრძალვა ან როგორ ვუხსნით რომ ჯერ ის ისევ პატარა თან ვეუბნებით რომ უკვე დიდი ხარ თან ვეუბნებით რომ რაღაც ასაკს მიაღწია და თან პარალელურად ხო პუბერტატის ასაკში მაინც და მაინც არ არის აუცილებელი რომ მსგავსი რაღაცები მოხდეს. შეიძლება იყოს, იმიტომ რომ პუბერტატის ასაკი გაცილებით ადრე იწყება და სრულდება, ვიდრე გარდატეხის ასაკს, რასაც ვეძახით. ხო, ანუ ესე იგი გადავედით უკვე გარდატეხის ასაკის კითხვაზე. კი, თუმცა შეიძლება რომ ეს ორი თანხვედრაშიც იყოს და დაემთხოს ეს ორი პერიოდი ერთმანეთს და თქვენ კითხვას არ დავუპასუხოთ, რა თქმა უნდა. კი ბატონო, გეთანხმებით რაღაცა პერიოდი. პრინციპში ასაკობრივად ემთხვევა, ხო ესეა, ხო? ნახეთ, როგორც თინეიჯერობის დასაწყისი პირველი წლები ამ დროს იწყება ეს მომწიფების ასაკიც, რასაც ახლავს პლუს მე გარდატეხა, რომელიც უფრო დიდხანს გრძელდება. მთავარი სხვაობა არის ის, რომ გარდატეხა ხანგრძლივია და ეს პერიოდი სხვადასხვა სირთულეებს გვთავაზობს ყოველ წელს და არ სრულდება. ზოგიერთ ლიტერატურაში წამიკითხავს რომ 24 წლამდეც კი, მაშინ როცა ჩვენ გონია რომ თინეიჯერობაში მთავრდება ეს ეტაპი, ეს ასე არ არის. სულ ესე მეგონა შემოხდა. და ეს ასე არ არის, იმიტომ რომ თავის ტვინში სერიოზული ცვლილებები ხორციელდება სწორედ ამ ასაკამდე. და სანამ ეს არ მორჩება, ეს პროცესები არ დასრულდება, ხალხურ ენაზე ჩვენ ენაზე სანამ არ დაღვინდება ადამიანი და რაღაცნაირად უკვე თავისი პასუხისგებლობის გაცნობიერებას არ იგრძნობს, და ქმედებებზე არ აიღებს პასუხისგებლობას, აი იქამდე სულ ეს ჰორმონები ესე ეთამაშებიან და ატარებენ თავის ჭკუაზე და სწორედ ამ სწრაფი ჰორმონალური ცვლილებების შედეგად ხდება ის, რაც ხდება. აი რა კითხოს თქვენ დასვით, რომ მათ გონიათ, რომ ყველაფერი შეუძლიათ, მათ გონიათ, რომ აღარ ჭირდებით ისე ძალიან, თვითონ მიცის და შეგიძლია რომ ცოტა ხანი ჩაიჩოჩო და დააცადო, რაც ერთის მხრივ ბუნებრივია და ჩვენ ამისთვის უნდა ვიყოთ მზად, თუმცა ისევ და ისევ მე ყოველთვის ამ რეკომენდაციას გავცემ, რომ ჩვენ თუ კარგი ურთიერთობა გქონდა აქამდე ჩვენ შვილებთან, ამ მომენტში არაფერი შეიცვლება. ეს არის ზუსტად დაბადების დღიდან, ამიტომ არის მნიშვნელოვანი რომ ავაშენოთ ჩვენ ჯანსაღი, კარგი, მეგობრული, დობით სავსე ურთიერთობა ჩვენ შვილებთან, იმიტომ რომ მაშინ როცა მათ გონიათ რომ აღარ ჭირდებით, მაშინაც კი ახსოვდეთ რომ ჩვენ მის გვერდით ვართ. იმიტომ რომ თუ პრობლემურია ურთიერთობა, ამ დროს როდესაც ეს რაღაც არაჩვეულებრივი ძალა ეძლევათ და გონიათ რომ ყოველი შემძლენი არიან, ძალიან თამამდებიან რომ მოგიშორონ და თან უხეშად. მაგრამ თუ არის პატივისცემა, თუ არის სიყვარული, თუ არის გათვალისწინება, რაც როგორც აღნიშნე, შენდება მთელი ამ წლების განმავლობაში, მიუხედავად აი ამ სირთულეებისა, ბავშვის კი მოზარდის კი აცნობიერებს, ვიცი რა მე მაქვს ახლა რთული პერიოდი და გეხოცები გამიძელი. აი ესეთი ჯანსაღი ურთიერთობის მქონე დედა-შვილის დიალოგს რომ მომისმენი არის, რომ აი შენც ხო იცი რომ ახლა რთული პერიოდი მაქვს და გეხოცები გამიძელი. არ მინდა რომ ძალით გატკინო გული, არ მინდა რომ სპეციალურად გეგონოს რომ მე ახლა ამ რაღაც სიგიჟებს რო ჩავდივარ, შენ გიკეთებ, ან შენ გამწარებ. მაგრამ სხვან ვერ ვიმორჩილებ საკუთარ თავს. და მართლაც ასეა. ჰიგიენაზე მინდა და მეკითხა, რამდენად მნიშვნელოვანია აქცენტის გაკეთება, სწორი მითითებების მიცემა, იმისთვის რომ უსაფრთხოდ ესე ვთქვათ, ჩაიაროს ყველაფერმა.
რა თქმა უნდა, ესეც არის და ეს უკვე ჩვევაში გადავიდეს, ასე ვთქვათ. ეს არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი და ხშირია ხოლმე, რომ ამ ასაკში სხვადასხვა პრობლემების და გამოწვევების გამო ჰიგიენა გვერდზე რჩებათ ხოლმე გოგონებსაც და ბიჭებსაც. აქაც ვიტყოდი, რომ რა თქმა უნდა ვიყოთ მათ გვერდით და არ უნდა მივცეთ, ასე თქვათ, საშუალება, რომ ეს თემა უყურადღებოდ დატოვონ, თუმცა არ უნდა ვიყოთ ზედმეტად კაცრი და როგორ გითხრათ, აი დამამცირებლად არ უნდა ვესაუბროთ ამ საკითხებზე. ხშირად არის, რომ შენ თუ ასე გახვალ გარეთ, არავის მოეწონები, ან ჩაიხედეს არკეში, რას გეუხარ, ანუ არ ვიცი, ნუ მე მსმენია ყოველ შემთხვევაში, პირდაპირ ბავშვები მიყვებიან ხოლმე, რომ ესეთი უკავშირი ოჯახის წევრებისგან არის და მათიც გასაგებია, იმიტომ რომ, ნუ გასაგებია, ხო? თუმცა მინდა ვთქვა, რომ ამ მსგავსი საუბარი არ გამოგვადგება, იმიტომ რომ ყველაფერს აქვს თავის მიზეზი, ხო? ბავშვები, მოზარდები, როდესაც ჰიგიენას ვერ აქცევენ ყურადღებას, მათ რაღაც პრობლემა აქვთ. და ამ პრობლემაზე უფრო ჯობს, რომ გავამახვილოთ ყურადღება, ვიდრე იმაზე, რომ აქცენტი გავაკეთოთ, რომ აი რატო გწვენოდეს, ესე არ შეიძლება, ვეცადოთ რომ მივაგნოთ პრობლემას და ეს პრობლემა შეიძლება სწორედ ეს ის არის. აი, შეიძლება მოდიოდეს, აღარ მეწევს თავი და მაგიტომ, ნუ ამაზე ნაწილობრივ ვილაპარაკეთ, პრინციპში. თუ აი ეზარება, თუ სხვადასხვა მიზეზი შეიძლება იყოს. ხშირად არის დეპრესიული ფონი. იმიტომ რომ სწორედ აი ამ სწრაფი ჰორმონული ცვლილებების ფონზე შეიძლება რომ ორგანიზმში ხო ეს ცვლილებები ძალიან ესეთია ინტენსიურია და ჩამოყალიბდეს დეპრესიული ფონი. ამ ასაკის ბავშვებთან უნდა ვიყოთ ძალიან ყურადღებით. ფრთხილად შეფასებებთან და თუ ვამჩნევთ რომ რაღაც არ მოგწონს, მაშინვე მივმართოთ სპეციალისტს. იმიტომ რომ ძალიან ბევრი პატარა და საბოლოო ჯამში დიდი გამოწვევა შეიძლება აღმოჩნდეს ცხოვრებისეული ამ ეტაპზე ადამიანისთვის, რაც კავშირშია, როგორც უკვე თქვით, ფიზიოლოგიურ ცვლილებებთან და შედეგად უკვე სხვა აღქმებთან. კი ბატონო, სქესობრივ მომწიფებაზე ვლაპარაკობდით და იმედი მაქვს, რომ თქვენც მიიღეთ საინტერესო რჩევები.